მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო ყველას მოგიკითხავთ და ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც გამოიწერა ჩემი არხი, ვინც მილაიქებს, მიკომენტარებს. განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ასევე ვინც მოდიხართ პირად კონსულტაციებზე ჩემთან, თქვენს მადლობა ჩემო ძვირფასებო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. და მინდა გითხრათ, რომ ახლა გავაკეთებ გაშლას ურთიერთობაზე, რას ფიქრობს პარტნიორი, თქვენს ურთიერთობაზე ზოგადად ამჟამად რას ფიქრობს. რას ფიქრობს, ხო? ნახოთ პირველი კარტი იყოს ურთიერთობის სიგნიფიკაცია ამჟამად, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა და შემდეგ ნახოთ რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს ურთიერთობაზე, თქვენთან ურთიერთობაზე რას ფიქრობს. ნახოთ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, სანამ დავაწყობ მე ვარიანტებს, თქვენ აირჩიეთ ინტუიციურად პირველივე წამები, რასაც გულით იკარნახებ, ის ვარიანტი აირჩიეთ. მაშინ ასე მე დავაწყობ პირველი ვარიანტი ურთიერთობის სიგნიფიკატორი ამჟამად, მეორე ვარიანტი ურთიერთობის სიგნიფიკატორი ამჟამად და ნახოთ რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან ურთიერთობაზე, ან რას ფიქრობდა, ხომ შეიძლება რომ აჩვენოს დასრულებული ურთიერთობა. რას ფიქრობდა, ან რას ფიქრობს ამჟამად, ხო? ნახოთ თქვენთან ურთიერთობაზე, რას ფიქრობს პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, რას ფიქრობს თქვენთან ურთიერთობაზე. მე გადავდებ მეორე ვარიანტს და ვნახოთ პირველი ვარიანტი, როგორ ურთიერთობას გვიჩვენებს აქ შეყვარებულები ამოვიდა, ნახეთ როგორი არქანია. აქ დიდი ალბათობით უკვე ისეთ ურთიერთობას გვიჩვენებს, სადაც არის გრძნობაც, უკვე შეხვედრა, უკვე შესაძლებელია ინტიმური ურთიერთობაც ზოგიერთთან იყოს უკვე, ხო? ანუ აქ არის სრული იდილია, ჰარმონია ურთიერთობაში, სიყვარული, გაგება, გრძნობა, ერთი სიტყვით ყველაფერი. კმაყოფილები ხართ იმით, რომ ერთად ხართ, შესაძლებელია ფიქრობთ, რომ იპოვეთ თქვენი მეორე ნახევარი, იპოვეთ პიროვნება, ვისთან ერთადაც გინდათ ცხოვრება რომ გააგრძელოთ, ხო? მოკლედ ბედნიერები ხართ ამ მომენტისთვის თქვენი იმ ურთიერთობით, რაც გაქვთ ერთი სიტყვით და როგორც უკვე გავიმეორე, შესაძლებელია ზოგიერთთან ეს იყოს უკვე შემდგარი ურთიერთობა, უკვე როდესაც უკვე ყველაფერი გარკვეულია, უკვე გაქვთ შეიძლება უკვე ოჯახიც და ასე შემდეგ, ხო? თუ არ გაქვთ ოჯახი, უკვე შესაძლებელია იყო თქვენ შორის რაღაც ფიზიკური ლტოლვა, კავშირი ერთი სიტყვით. ეს არის აი ასეთ ურთიერთობაზე პირველი ვარიანტი, თუ თქვენს სიგნიფიკაცია არ შეესაბამება თქვენს ურთიერთობას, მაშინ ესე იგი ეს თქვენი ვარიანტი არ არის, ჩემო ძვირფასებო, გადაირჩიეთ ან სხვა გაშლას უყურეთ, შეიძლება დღეს საერთოდ არ არის თქვენი გაშლა. ნახოთ რას ფიქრობს ჩაფიქრებული პიროვნება, ვინც პირველმა ვარიანტმა ჩაიფიქრა თქვენს ურთიერთობაზე ზოგადად რას ფიქრობს. ოთხიანი პენტაკლი ამოვიდა, ჩემო ძვირფასებო, ოთხიანი პენტაკლი. იცით როგორი მომენტია, პიროვნება ჩაფხაუჭებულია, რომ იტყვიან, აინტერესებს ის ურთიერთობა და ძვირფასია მისთვის თქვენთან გატარებული ყოველი წუთი, ყოველი წამი, რომ თქვენ ჩაფხაუჭებულია იმ ურთიერთობას, ძვირფასია მისთვის და ცდილობს შეინარჩუნოს, მაგრამ არის აქ ერთი მაგრამ, რომ პიროვნება დიდად არ გამოხატავს, უჭირს თავისი ემოციების გამოხატვა, თავისი გრძნობების გამოხატვა და ზოგადად ჩაკეტილი პიროვნებაა. ურჩევია, რომ იყოს თავისთვის იყოს. ცოტა ეჭვიანი პიროვნებაც არის, იმიტომ რომ შესაძლებელია თქვენ მისთვის იმდენად ძვირფასი ხართ, რომ შეიძლება პიროვნება ეჭვიანობს კიდეც თქვენზე, რომ არ გამოუჩნდეს ვინმე კონკურენტი, ხო? ან არ ვიცი, ერთი სიტყვით. პიროვნება ცდილობს რაღაცნაირად შეინარჩუნოს სტაბილურობა თქვენთან, თქვენს ურთიერთობაში სტაბილურობა, თუმცა შესაძლებელია აი ზოგჯერ რაღაც ეჭვიანობის მომენტები იყოს და ცოტა ამის თაობაზე ურთიერთობა გეცაბებოდეთ, მაგრამ მე ვიტყვი იმას, რომ პიროვნება ყველანაირად ცდილობს სტაბილურობის შენარჩუნებას, სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნებას, იმიტომ რომ მისთვის ის ურთიერთობა, რაც თქვენთან აქვს, კმაყოფილია იმ ურთიერთობით, იმ ყველაფრით, რასაც თქვენ აძლევთ მას ერთი სიტყვით. აი ეს მომენტია პირველ ვარიანტად, ჩემო ძვირფასებო. მე გადავდებ პირველ ვარიანტს გვერდით და ვნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა, ჩემო ძვირფასებო, როგორია თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია ამ მომენტისთვის. რა გითხრათ, იცით, აქ როგორი მომენტია.
არ არის გამორიცხული, რომ მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, ურთიერთობა იყოს თბილი, ოღონდ ურთიერთობაში შესაძლებელია ერთი პარტნიორი უფრო მეტად მზრუნველი იყოს, უფრო მეტად გამოხატავდეს თავის ემოციას, თავის გრძნობებს, თავის დამოკიდებულებას, უფრო მეტად მზრუნველი და ჩართული იყოს უფრო მეტად ურთიერთობაში, ვიდრე მეორე პარტნიორი. მეორე პარტნიორი უფრო იღებს, უფრო მიმღებია, როგორც ბავშვი. შესაძლებელია როგორც ასევე იყოს ვარიანტი, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი შედარებით უფრო ასაკით დიდია, ვიდრე მეორე და აქ არის როგორც დედობრივი და რაღაც მშობლიური სითბოს გრძნობს ერთი პარტნიორი მეორის მხრიდან, როგორც ზრუნავთ მასზე, ან თქვენი პარტნიორი როგორ ზრუნავს. ერთი სიტყვით მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა, შესაძლებელია აქ სხვაობა იყოს ასაკობრივი ურთიერთობაში და ცოტა გადამეტებული ზრუნვა, გადამეტებული ემოცია იყოს, გადამეტებული როგორც კიდევ იცით როგორი მომენტია, როგორც ბავშვს ისე უფრთხილდებით თქვენს პარტნიორს და როგორც ბავშვს ისე უყურებთ. შესაძლებელია ნამდვილად ზოგიერთ თქვენგანთან იყოს სიტუაცია ისეთი, რომ ერთ-ერთი პარტნიორი უფრო მეტად ბავშვური იყოს, უფრო მეტად დაუფიქრებელი და ამიტომ მეორე პარტნიორი იჩენდეს უფრო მოქმედებდეს უფრო გონივრულად. აი ეს მომენტი შეიძლება იყოს მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ თუ ვეცნოთ ურთიერთობა თქვენი, მაშინ გააგრძელეთ ყურება და ნახოთ ახლა რას ფიქრობს პარტნიორი თქვენზე, თქვენს ურთიერთობაზე. ჩემო ძვირფასებო, აქ ამოვიდა სამყაროს არკანი. სამყაროს არკანი ეს არის სიტუაცია, როდესაც რა თქმა უნდა ურთიერთობა არის ჰარმონიული, ძვირფასი, სტაბილური, შეკრული, რასაც ქვია, მაგრამ უკვე როდესაც საჭიროა რომ დასრულდეს რაღაც ეტაპი, ამდე უკვე მივიდა ეს ურთიერთობა და დაიწყოს რაღაც ახალი სახე მიეცეს, ახალი შეიძლება ახალი სახელი დაერქვას აი ამ ურთიერთობას, რაღაც ახალი ნაბიჯი, ახალი საწყისიდან უნდა დაიწყოს თითქოს. აი ამას ფიქრობს, რომ შეიძლება უკვე თქვენ შორის იმდენად ყველაფერი უკვე ან ერთ წრეზე ტრიალებს მუდმივად და არ იცვლება, რომ შესაძლებელია ფიქრობს თქვენი პარტნიორი, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, რაღაც უნდა ახლიდან დაიწყოს. აი ეს ფაქტორია. კიდევ რას ფიქრობს თქვენთან ურთიერთობაზე, თქვენთან ურთიერთობაზე? ხო, კი, შესაძლებელია, აი ზუსტად რაღაც ფიქრობს შესაძლებელია თქვენი პარტნიორი, რომ რაღაც ახალი საწყისი უნდა მიეცეს, ახლიდან უნდა დაიწყეს. შესაძლებელია ზოგიერთან ფიქრიც არის იმაზე, რომ ხომ არ გასერიოზულდეს, ხომ არ კანონიერი სახე ხომ არ მიიღოს, რაღაც ხელის მოწერა, ხელის თხოვნა, ან ერთი სიტყვით უფრო გარკვეული სახე რომ მიეცეს იმ ურთიერთობას, რომელიც გაქვთ. თუ უკვე ოჯახი ხართ, ჩემო ძვირფასებო, შესაძლებელია, არ ვიცი, აქ რაღაც სტაბილურობის შეგრძნება, ერთი სიტყვით, თქვენი თუ უკვე ოჯახი ხართ და უკვე ცოლ-ქმარი ხართ, თქვენი პარტნიორისთვის თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ძვირფასი პიროვნება ხართ. პიროვნება, ვისთანაც თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, ძალიან დაცულად გრძნობს და ერთი სიტყვით ყველაფერს ყველანაირად ეცდება თქვენს გვერდში დგომას, ერთმანეთისთვის ხართ, ერთი სიტყვით ძალიან ბედნიერია იმით, რომ თქვენ ხართ მის გვერდით, ჩემო ძვირფასებო და სტაბილურობას და დაცულობას გრძნობს თქვენს გვერდით, ჰარმონიას, გაგებას, როგორ გითხრათ, იმპერატორად გრძნობს ბოლოს და ბოლოს თქვენს გვერდით თავს, თუ ქალბატონი მიყურებთ, თუ მამაკაცი მიყურებთ, თქვენთან დაცულად გრძნობს თქვენი პარტნიორი თავს, მისთვის საყრდენი კედელი ხართ. აი ესეთი იყო ეს გაშლა, ძალიან ორივე გაშლა პოზიტიური გაშლა იყო, მე ვფიქრობ. ძალიან მაინტერესებს რომელი ვარიანტი რეზონირდა გამომეხმაურეთ. მადლობა და ნახვამდის.